2025 წელს საქართველოში ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტი 50%-ით გაიზარდა და 60 მილიონი დოლარი შეადგინა. მხოლოდ გასულ წელს რაოდენობრივად ქვეყანაში სულ 6334 ავტომობილი შემოვიდა. შედარებისთვის, ბოლო 5 წელში ჩინეთიდან ავტოიმპორტი 25-ჯერ არის გაზრდილი. ჩინური ავტომობილების და კონკრეტულად ელექტრომობილების თუ დატენვადი ჰიბრიდების მიმართ ინტერესის ზრდა მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი ტენდენცია არ არის. თუმცა ადგილობრივ ბაზარზე და იმოტორს საქართველოს ამბებზე უნდა ვისაუბროთ დღევანდელ ეთერში უფრო დეტალურად, რომელიც როგორც ჩანს კიდევ უფრო მეტი ზრდის და გაფართოებისთვის ემზადება. ამ დროისთვის კომპანიის წარმომადგენლები იმოტორს საქართველოს პორტფელში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბრენდის ჯეტურის ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას ესწრებიან, რომელიც ჩინეთში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან პარტნიორებს უყრის თავს. ვიდრე საქმედილას ეთერს ჩინეთიდან თათუკა ფიცხელაური იმოტორს ჯორჯიას მარკეტინგის მენეჯერი შემოგვერთდება, რომელიც ხაზზე არის BMG-სთან. საუბარს ჩვენი სტუდიიდან კომპანიის გენერალურ მენეჯერთან ირინე დარჩიასთან ერთად დავიწყებთ და ამასობაში თათუკაც ჩაგვერთვება. დილომშვიდობისა. დილომშვიდობის ნინი. როგორ გიკითხოთ და როგორ მიდის ამბები? მადლობა, კარგად. იმოტორს საქართველოში. გასანდებით. მადლობა, კარგად. იმოტორსი თქვენთან ერთად ყოველთვის სიახლეებს უზიარებს ხოლმე თავის მომხმარებელს და მისთვის ძალიან ბედნიერები ვართ. კი, ნამდვილად და თან ბოლო სტუმრობაც, როცა შევაჯამეთ 2025 წელი, საკმაოდ წარმატებულად შევაჯამეთ. თუმცა კიდევ ერთხელ რო ვუთხრათ, ვიდრე 2026 წლის სტარტზე ვისაუბრებთ, თუ როგორ დაიწყო პირველი კვარტალი, როგორ ჩაიხურა, 2025-ის შედეგებით და 2026-ის პირველი კვარტალით შევაჯამეთ. 2025 როგორც წინა გადაცემაში წავღნიშნე, ნამდვილად ძალიან წარმატებული იყო. ძალიან დიდი ზრდა გვიჩვენა თვითონ ჩინური ავტომობილების ინტერესის გაზრდა მოხდა მომხმარებელში, რაც რა თქმა უნდა გაყიდვებზე აისახა, რაც ქალაქსაც დაეტყო და ბევრი ავტომობილი და როგორც ელექტრო, ასევე ჩინური და როგორც გიორგი წინა გადაცემაში აღნიშნა, ჯეტური ქალაქს ეტყობა უკვე და ძალიან გვიხარია და ძალიან ამაყები ვართ ამითი, რომ მომხმარებელს ჩინური ბრენდები შევაყვარეთ და დავაჯერეთ მათ. გარდა ჯეტურისა კიდევ რამდენიმე ბრენდს აერთიანებს იმოტორს საქართველო. ერთია რომ ჯეტურზე მოთხოვნა არის მაღალი, თუმცა ინტერესი მომხმარებლის ქართული მძღოლების ძირითადად რომელ ბრენდებზე მოდის? მაინც უფრო ჯეტური. ყველაზე პოპულარული ალბათ ფასიდან გამომდინარეც, იქიდან გამომდინარე რომ არის დატენვადი ჰიბრიდი. ანუ ბენზინის საშუალებაც აქვს, მაინც ეს მენტალიტეტი ცოტა უკან ხევს მხოლოდ ელექტროავტომობილის არჩევაში კლიენტებს, რომ სულ დატენვა არ უნდა. თუ რჩევნიათ იყოს დატენვადი, რომ თუ დაუმთავრდებათ ელემენტი გააგრძელონ შიდაწვის ძრავით მოძრაობა. ამიტომ ჯეტური მაინც ყველაზე ისეთია პოპულარული არის. პოპულარული არ მხოლოდ საქართველოში და მოთხოვნა მასზე მზარდი არის გლობალურადაც ჯეტურზე საკმაოდ მაღალია მოთხოვნა, ამას ადასტურებს სტატისტიკა და ამას ადასტურებს თუნდაც ის ყოველწლიური საერთაშორისო შეხვედრები, კონფერენციები და პრეზენტაცი, რაც ამ წუთებშიც თუნდაც ჩინეთში იმართება, სადაც იმოტორს საქართველოს გუნდი არის ახლა ადგილზე ჩინეთში და თუ შეგვიძლია რომ უკვე თათუკასთანაც გადავინაცვლოთ, მოვიკითხოთ რა ამბები არის ახლა ჩინეთში. თათუკა, დილამშვიდობისა. მადლობა შენი დროისთვის და ჩართულობისთვის და მეტი რომ მოგვიყვეთ ჩინეთში ახლა ვითარება როგორი არის კონფერენციაზე მზადება როგორ მიმდინარეობს და რას ელით ამ კონფერენციიდან რა დაგახვედრათ ჩინეთმა ამ ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე? დილამშვიდობისა, მოგესალმებით. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ჩინეთში, ქალაქ ბეიჯინგში, სადაც ყოველწლიურად ტარდება ჯეტურის ბიზნეს კონფერენცია და ტრადიციულად იმოტორსის გუნდიც ესწრება ამ კონფერენციას. ამასთან ერთად აქ იმყოფებიან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლები. გავიცანით ისინი, გავცვალეთ ინფორმაციები თუ რა სხვაობები და მსგავსებები არის ჩვენ ბაზარზე, რაც საინტერესო გამოცდილება იყო ჩვენთვის. ამასთან ერთად ბრენდის წარმომადგენლებმა ისაუბრეს განვლილი კვარტალის შედეგების შესახებ, გაგვიზიარეს რჩევები, თუ რა შეიძლება გავითვალისწინოთ წლის განმავლობაში, როგორც ბიზნეს განვითარების, ასევე გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით. თათუკა, რომელიმე ახალი ბრენდის წარდგენის საშუალებაც ხომ არ ყოფილა და ამ შემთხვევაში საქართველოშიც ხომ არ უნდა ველოდოთ კიდევ ახალ ბრენდს?
დიახ, ბრენდმა წარგვიდგინა სხვადასხვა ავტომობილები, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია და არ გვაქვს ამის გასაჯაროების უფლება, მაგრამ როგორც კი გვექნება თანხმობა, აუცილებლად გაუზიარებთ ჩვენ მომხმარებელს ამ სიახლეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მინდა აღვნიშნო, რომ ივნისის თვეში ვაპირებთ ახალი ავტომობილის წარდგენას საქართველოს ბაზარზე, რომელიც არის ჯეტურ G700. ჩვენ დუბაიში ნოემბრის თვეში ვიყავით მის პრეზენტაციაზე და რამაც ძალიან დიდი მოწონება და ინტერესი გამოიწვია და ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ბაზარზეც მსგავსად ძალიან დიდი მოწონებას გამოიწვევს. თათუკა შეჯამებისკენ თქვენთან ვიდრე სტუდიაში უკვე ირინესთან სხვა ამ მნიშვნელოვანი კითხვებით გადავალთ. რამდენად შეგვიძლია შევაჯამოთ ეს ინდუსტრია, იმიტომ რომ დატენვადი ჰიბრიდების ბაზარი არის საკმაოდ ზრდადი და ყოველწლიურად რთულია დავეციოთ იმ სიახლეებს, რაც ყოველდღიურად ჩნდება ამ ბაზარზე. როგორ შეაფასებდით ინდუსტრიას და როგორი არის ხედვა, რასაც ახლა თქვენ აკვირდებით პეკინში? დიახ, ინდუსტრია არის საკმაოდ მზარდი. როგორც მოგეხსენებათ, ჩინური ავტომობილები მსოფლიოს მასშტაბით უკვე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და იგივეს ვიტყოდით უკვე საქართველოს ბაზარზეც. ბრენდი გეგმავს სხვადასხვა ავტომობილების გამოშვებას, როგორც აღვნიშნეთ და მომავალში ასევე იგეგმება ელექტრონული ავტომობილების გამოშვება, მაგრამ ამ ეტაპზე გვაქვს ხოლმე წარმოდგენილი როგორც შიდაწვა, ასევე დატენვადი ჰიბრიდები. ესე ვთქვათ, ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, ძალიან მოწონს ხალხს. ჩვენ ეხლა მივდივართ გამოფენაზე, სადაც ბრენდი წარგვიდგენს ახალ ავტომობილებს და ჩვენს მომხმარებელს ექნება საშუალება, რომ მუდმივად ლაივ რეჟიმში იხილოს, ესე ვთქვათ, ძალიან კარგი კონტენტი, საინტერესო კონტენტი ჩვენ სოციალურ ქსელებში. ხოლო დამატებითი კითხვებისთვის უკვე შეუძლიათ მობრძანენ თბილისში, ჩვენ შოურუმში აკაკი ბელიაშვილის 131 ნომერში და ჩვენი გაყიდვების მენეჯერები უპასუხებენ ყველა კითხვას. თათუკა, მადლობა ჩართვისთვის და საქართველოში დაბრუნებისთანავე გელით BMG სტუდიაში უკვე შეჯამებით პეკინში ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციისა. თათუკა ფიცხელაური იმოტორს საქართველოს მარკეტინგის მენეჯერი გვერდებოდა პეკინიდან. ახლა კი ისევ ირინასთან ვინაცვლებ უკვე სტუდიაში. ჩვენ მოვისმინეთ სიახლეებიც, მათ შორის თათუკასგან, ახალი ბრენდების შესახებაც. რამდენად სწრაფად ხდება საქართველოსთვის აი ამ ახალი ბრენდების შემოთავაზება და შემდეგ უკვე საქართველოს ბაზარზე გამოჩენა? ბრენდი ახალ მოდელებს გვთავაზობს ხოლმე დაახლოებით წელიწადში ერთხელ. ანუ განახლება ხდება ყოველ წელს თითო მოდელი მაინც ემატება ხოლმე. ამ კონფერენციაზე წარგვიდგენენ ხოლმე, შემდეგ რომელიმე ქვეყანაში, დიდ ქვეყანაში ხდება ხოლმე ოფიციალური წარდგენა და მერე უკვე შემოდის ევროპის ბაზრისთვის. ჩვენ რადგან ევრო 5 სტანდარტი უნდა დავაკმაყოფილოთ, ამიტომ ველოდებით ხოლმე სანამ ევროპის ბაზრისთვის დამზადდება ავტომობილი. ესე მოხდა ზუსტად იმ ავტომობილზე, რომელზეც თათუკა ჩართვაში გვესაუბრა. G700-ის წარდგენა მოხდება ივნისის თვეში ჩვენი მომხმარებლისთვის პრეზენტაციას გეგმავთ. იქამდე ნოემბერში იყო დუბაიში წარდგენა ამ ბრენდის, ამ მოდელის და საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია ჩვენთანაც. ანუ ჩვენ რომ დავდეთ სოციალურ ქსელში აღნიშნული პრეზენტაციიდან ვიდეოები, ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენც დიდი პრეზენტაციით შეგვეთავაზებინა მომხმარებლისთვის, ასე რომ ივნისში გელოდებით პრეზენტაციაზე. შიდაწვის ძრავის თუ დატენვადი ჰიბრიდების მიმართულებით ჩინეთი არის საკმაოდ აქტიური, ძალიან ბევრ სიახლეს თავაზობს გლობალურად ბაზარს. ქართველი მძღოლებისთვის რამდენად მარტივი არის აი ამ სიახლეების მიღება და ერთია სანდოობა და უკვე ეს სანდოობა გამყარებული არის ჯიტურის შემთხვევაში, თუმცა იმ სიახლეებს რამდენად მარტივად იღებს ქართველი მძღოლი და იმოტორს საქართველოს ამ შემთხვევაში როგორ ეხმარება ბაზარს, რომ მეტად გაჯერდეს? უფრო რთული იყო ნინე ბაზარზე რომ შემოვიდით, ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც ერთ-ერთი კი მე მგონი პირველები, ვინც მულტიბრენდის შესთავაზა თავის მომხმარებელს და საკმაოდ რთული იყო იმის დაჯერება მათთვის, რომ ეს ნამდვილად კარგი ავტომობილები არის. თუმცა უკვე 3 წლის ისტორიამ გვიჩვენა ის, რომ სანდოობა გაიზარდა, მომხმარებელმა გაატესტა თავად აღნიშნული ავტომობილები და შესაბამისად ეხლა უკვე სკეპტიკური დამოკიდებულება ნაკლებად არის. ხო, გამოცდილება მაინც თავის პრაქტიკაში მოიტანა ის სანდოობაც. არის სანდოობა მოდის პრაქტიკიდან გამომდინარე. რას უნდა ველოდოთ სიახლეებს იმოტორს საქართველოს კონტესგან? როგორც უკვე გითხარით, ახალი მოდელის წარდგენა არის 2026-ის ბოლოს 27-ში უკვე სრულად ელექტროავტომობილის გამოშვებას გეგმავს ბრენდი ჯეტური. აუცილებლად მასაც წარმოადგენთ, თუმცა არ ვიცით ჯერ როდის გვექნება ევროპის ბაზრისთვის. ამიტომ ჯერ
ვერაფერს ვამბობთ. როგორც თათუკამ უკვე აღნიშნა, ახალი მოდელები წარადგინა ბრენდმა, თუმცა ჯერჯერობით კონფიდენციალურია და გავრცელების უფლება არ გვაქვს. ამიტომ პირველები თქვენ გაცნობებთ ნამდვილად. ხო, და ხო, იმეტორს საქართველოს ამით გამოირჩევა, რომ ყოველთვის ის სიახლე რაც იწყება, ძალიან მალე უკვე საქართველოს ბაზრისთვისაც არის ხელმისაწვდომი. ვცდილობთ, რომ არ ჩამოვრჩეთ სიახლეებს, არც ჩვენ და არც ჩვენი მომხმარებელი. დიდი მადლობა და წარმატებები. გელოდებით სიახლეებით. აუცილებლად. და თათუკაც რო ჩინეთიდან დაგვიბრუნდება, შევაჯამოთ ერთად ეს არსებული კონფერენცია. მადლობა. მადლობთ. ირინე დარჩია, იმოტორს საქართველოს გენერალური დირექტორი, მას პინძლობდა საქმიან დილას და ასევე თათუკა ფიცხალაური, იმოტორს საქართველოს მარკეტინგის მენეჯერი გვერდთვებოდა ჩინეთიდან საქმიან დილას ეთერში.